სამყაროს სიყვარულის ცეცხლი. მამა აბსოლუტის გზავნილი 9 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მოგიყვებით კიდევ ერთი ენერგიის შესახებ, რომელსაც მოქმედების ძალიან დიდი სპექტრი აქვს. მას ქვია სამყაროს სიყვარულის ცეცხლი. როგორც უკვე ითქვა, ჩემს ბევრ გზავნილში სიყვარულის ენერგია არის პირველ საწყისი და სამყაროში ყველა არსების სიცოცხლის სათავე. სიყვარული ეს არის ყველაზე მაღალი ვიბრაციული ენერგია, რაც კი არსებობს. ხოლო სამყაროსეული სიყვარული არის მისი წმინდა წყარო, რაც წარმოადგენს სამყაროს სიყვარულის ცეცხლი. ეს არის უპირობო სიყვარულის უმძრაულესი კონცენტრაცია. რატომ ცეცხლი? იმიტომ რომ ცეცხლი არის ჭუჭხისგან გაწმენდის სიმბოლო. მის არში იწვის ყველაფერი, რისგანაც ადამიანს სურს რომ განთავისუფლდეს. ხოლო თუ თქვენ რეალურ ცხოვრებაში თქვენ წვავთ ცეცხლზე თქვენთვის არასაჭირო ძველ ნივთებს ნატიფ დონეზე, თქვენ შეგიძლიათ დაწვათ სამყაროს სიყვარულის ცეცხლში ყველა ძველი დრო მოჭმული და უკვე არასაჭირო ნეგატიური ემოციები, მენტალური შაბლონები და რეაქციის სტანდარტები. ამგვარად, როდესაც თქვენ ცნობიერებას მესამე განზომილების ნაგვისგან წმენდავთ, თქვენ ადგილს უთმობთ ახალ ცოდნას, ახალ ენერგიას და ცხოვრების ახალ აღქმას. თქვენი ახალი მსოფლმხედველობის სათავედ უკვე იქნება სამყაროს კანონები და არა დუალური მსოფლიოში, რომლების მიხედვითაც ცხოვრობდით ამდენი საუკუნის განმავლობაში და რომელმაც კაცობრიობა გადაშენების პირას მიიყვანა. სამყაროს სიყვარულის ცეცხლი არის ძალიან მაღალი ვიბრაციების ენერგია და მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვინც უკვე სრულიად გააქტიურა მე-6 და მე-7 ჩაკრები და ასევე გირჩელებრივი ჯირკვალი. ნებისმიერ შემთხვევაში ის მოხმობაზე მხოლოდ 100 ადამიანებს გამოიხმაურება, რადგანაც სხვებთან, რომლებიც ჯერ მზად არ არიან ამ ენერგიის მისაღებად, ის ვერ შეძლებს მიზიდვას ვიბრაციული განსხვავების გამო. სხვა ენერგიებისგან განსხვავებით, რომლების შესახებაც ჩემს წინა გზავნილში მოგიყვებით, ის არ ჩამოდის რომელიმე კონკრეტულ ჩაკრაზე, არამედ მოიცავს თქვენს არსს ძლიერი და ამასთან ერთად ნაზი და მოსიყვარულე ნაკადით. რა შემთხვევაში უნდა მოუხმოთ ამ ენერგიას? უპირველეს ყოვლისა თქვენი ენერგეტიკული სივრცის მესამე განზომილების ემოციური და მენტალური ნარჩენებისგან გაწმენდისათვის. ამის გარდა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის თქვენი და დედამიწის დაცვისათვის, მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ საფრთხეს გრძნობთ. თუ თქვენზე მოდის ძლიერი ენერგეტიკული ზემოქმედება დესტრუქციული ძალებისგან, ან თქვენ გსურთ განთავისუფლოთ თქვენი პლანეტა თქვენთვის არამეგობრული ცივილიზაციების ზეგავლენისგან. ამ შემთხვევაში სამყაროს სიყვარულის ცეცხლი იქნება უფრო მოქმედი, ვიდრე დიდებული ცენტრალური მზის ენერგია, რომლის მუშაობის პრინციპიც წერტილოვანია. მისგან განსხვავებით, სამყაროს სიყვარულის ცეცხლი მუშაობს დიდ სივრცეზე, წვავს თავისი ძლიერი მაღალი ვიბრაციული ენერგიების ნაკადით ყველა სახის დაბალი ვიბრაციული დესტრუქციულ ენერგიას. ამიტომაც, ჩემო ძვირფასებო, გამოიყენეთ ის უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც იგრძნობთ, რომ ის თქვენთვის აუცილებელია. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა კუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.